სხვადასხვა ძალიან მომეწონა Eckhart Tolles შეხედულება ერთ საკითხთან დაკავშირებით და გაგიზიარებ რა საკითხს გულისხმობ. აი წარმოიდგინე, უბრალოდ წარმოიდგინე, რომ აი ეს ხარ შენ და აი ეს ხო, ამას უფრო მეტად შავად გავაფერადებ, ანუ აი ეს არის ასე ვთქვათ, ესეც შენ ხარ, მაგრამ ეს როგორ შენ ხარ, იცი? ანუ დაატრამოული შენ. ანუ გამოდის, რომ ბავშვობის ტრავმები, შინაგანი ტკივილები, შეიძლება რაღაცა უსამართლობები იყო და ეს ხარ ასე ვთქვათ შენ, ანუ ეს შენი ტრავმები, აი წარმოიდგინე. და აი ეს ხარ, იცი როგორი შენ, აი მაშინ როდესაც დაიბადე ბავშვობაში და სრულებით თავისუფალი იყავი ყოველგვარი შეხედულებებისგან, ყოველგვარი ასე ვთქვათ განსჯისგან, მაშინ როდესაც შენ შინაგანი ბედნიერების წყარო, ასე ვთქვათ ხომ, შენში გქონდა და მე როგორც თქვი წინა ვიდეოში, ყოველ ადამიანში არის შინაგანი ბედნიერების წყარო, გარემო პირობების დამოუკიდებლად და აი წარმოიდგინე შენი სუფთა ვერსია, ასე ვთქვათ და აქეთ უკვე ანუ ტრავმები და ნუ ის ტკივილები, რაც დაგროვდა ცხოვრების განმავლობაში. Eckhart Tolle ამ ასე ვთქვათ ასეთ შენს ვერსიას დაარქვა, ასე ვთქვათ მტკივნეული სხეული. მტკივნეული სხეული იყუნება სპეციალური ასე ვთქვათ თერაპიებით, სპეციალური ტექნიკებით. მაშინ შენ გაძლევა საშუალება იმის, რომ ის შინაგანი ბედნიერების წყარო შენში რაც იყო ბავშვობიდანვე აღმოაჩინო ისევ განიცადოს ყველაფერი და უკვე სიხარულსაც სხვანაირად განიცდი და უფრო მეტად გადადიხარ ჰარმონიულ ენერგიებში და შინაგან ბალანსში.